45-დან 65 წლის ასაკში ჩემს კონსულტაციაზე მოსული პაციენტების უმეტესობას აქვს სხვადასხვა მიზეზის გამო ერთი და იგივე მცდარი წარმოდგენა საყლაპავის თიაქრის შესახებ. განვიხილოთ თითოეული მათგანი ცალ-ცალკე. პირველი მცდარი წარმოდგენაა პროტონის ტუმბოს ინჰიბიტორი ომეპრაზოლი, პანტოპრაზოლი ან მათი ანალოგი წყვეტს პრობლემას. რეალურად ეს მედიკამენტები ამცირებენ კუჭში მსჯავრას წარმოქმნას, რითაც ამცირებენ სიმპტომებს. თუმცა საყლაპავის თიაქრის ანატომიური საფუძველი დიაფრაგმის ხვრელში ასული კუჭის ნაწილი წამლით უკან არ ბრუნდება. მედიკამენტები მართავენ სიმპტომებს, მიზეზი უცვლელი რჩება. მეორე მცდარი წარმოდგენა წონის დაკლება მოაგვარებს ყველაფერს. წონის შემცირება მართლაც ამცირებს მუცლის შიდა წნევას და სიმპტომების ინტენსივობას. ეს დადასტურებული ფაქტია, თუმცა უკვე მომხდარი ანატომიური ცვლილება მხოლოდ წონის დაკლებით უკან აღარ ბრუნდება. ასული კუჭის ნაწილი დიაფრაგმის ხვრელში ისევ რჩება. სიმპტომები შესაძლოა შემცირდეს. ანატომიური მიზეზი იგივე იქნება. მესამე და ალბათ ყველაზე გავრცელებული მცდარი წარმოდგენა ოპერაცია მძიმე ჩარევაა და კეთდება მხოლოდ ღია წესით. თანამედროვე ლაპარასკოპიული ფუნდოპლიკაცია კეთდება 4 მცირე ზომის ჭრილობით. ჭრილობის სიგრძე არ აღემატება 5 მმ-ს. პოსტოპერაციული პერიოდი გრძელდება 1-2 დღე. პაციენტი სამუშაო რეჟიმს უბრუნდება 7 დღეში. 45-დან 65 წლამდე ასაკი ოპერაციის რისკს არ ზრდის. ეს არის პერიოდი, როცა ჩარევა ყველაზე ხანგრძლივ შედეგს იძლევა.